კავკასიაში აღმოუჩენელი მარგალეტი ასე მოიხსენიებს საქართველოს მოდისა და კულტურის მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი Harper's Bazaar-ის სტატიაში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა. სტატიის ავტორი რებეკა კოუპი საქართველოს მიმზიდველ, ტრენდულ და ამავე დროს ავთენტიკურ ქვეყნად ახასიათებს და ჟურნალის მრავალრიცხოვან კითხვებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს უყვება. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. აღმოუჩენელი მარგალიტი კავკასიაში, რომელიც იდეალური ალტერნატივაა ევროპის გადატვირთული ტურისტული მიმართულებებისთვის, ასე მოიხსენიებს საქართველოს Harper's Bazaar-ი, დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და მთელ მსოფლიოში პოპულარული მოდისა და კულტურის ჟურნალის გვერდებზე ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს სხვადასხვა გამომცემლობებში, მათ შორის რეპუტაბელურ მედია საშუალებებში, სადაც ახალ მოგზაურებს საქართველოს შესახებ უზიარებს ინფორმაციებს იმისთვის, რომ ბევრად მეტი ტურისტი ეწვიოს ჩვენ სამშობლოს. Harper's Bazaar-ის ჟურნალისტი ზამთრის სათხილამურო კეთილმოწყობილი კურორტებისა და შავი ზღვის სანაპიროს ქალაქების აღწერით საქართველოზე როგორც 4-ვე სეზონზე სამოგზაურო ქვეყანაზე წერს. რებეკა კოუპის სტატიაში აღნიშნულია წყალტუბოს სპა კურორტის უნიკალურობა, ყაზბეგის ველური ბუნება, კახეთის ვენახების სილამაზე, ქართული კულინარია და ღვინო. რადგან საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, დაუდევრობა იქნება თუ არ დააგემოვნებთ რეგიონის ცნობილ ქარვისფერ ღვინოს დედაქალაქის რომელიმე ელეგანტურ ბარში ან სოფლის მეღვინეობაში. მოდურ დედაქალაქად მოხსენიებულ თბილისში აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა სამების საკათედრო ტაძარი, მონუმენტი საქართველოს მატიანე, ქართლის დედა. Harper's Bazaar-ი მოგზაურებს საბაგირო გზით გასეირნებას, შოპინგის შემდეგ კი აბანო თუბანში სპა სერვისებით განტვირთვას ურჩევს. მსგავსი მაღალი დონის სტატიები და გაშუქება ძალიან ხელს უწყობს და ზრდის პირველ რიგში ქვეყნის მიმართ ინტერესს და ნდობას. ველოდებით, რომ ძალიან პოზიტიური შედეგები მოყვება ამ სტატიასაც. Harper's Bazaar-ი მსოფლიოს უყვება, რომ თბილისში სტუმრებს უმასპინძლებს როგორც მასშტაბური მაღალი კლასის ბრენდების, ისე შედარებით მცირე, მაგრამ ყველა კომფორტით უზრუნველყოფილი საინტერესო კონცეფციის სასტუმროები. მსგავსი თანამშრომლობა ტურიზმის ადმინისტრაციასთან ადრეც გქონია და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს როგორც სასტუმროებისთვის, ისე კვების ობიექტებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვისაც. ეს კონკრეტული სტატია არის ისეთ სეგმენტზე გათვლილი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სასურველია. უდიდესი მოლოდინები გვაქვს როგორც სასტუმროს, ასევე ქვეყნისთვის, რომ ეს გაზრდის ტურიზმის დიდ პროცენტს ბრიტანეთიდან და არა მხოლოდ ბრიტანეთიდან. ამ ჟურნალს ძალიან დიდი მკითხველი ყავს არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ქვეყნის აქტიური სახელოვნებო ცხოვრების მაგალითად სტატიის ავტორს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ეროვნული მუზეუმი მოჰყავს. Harper's Bazaar-ი წერს, რომ საქართველოს კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის აღმოსაჩენად მხოლოდ ერთი მოგზაურობა არ კმარა.